დაღლილი, მაგრამ გახარებული ისევ შინ ბრუნდება. 11 წლის დარჯანს ოჯახში საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს. ეს მისი ყოველდღიური საქმიანობაა. 300 გრამი მოხარშული მაკარონი, 3 პურ ნახევარი და 7 ცალი კატლეტი 7-მა სულმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში უნდა იკმაროს. ულუფა 3 ზრდასრულ ადამიანზე, 3 მოზარდსა და 1 მცირე წლოვანზე ნაწილდება. სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს ასე ეხმარება. ოჯახი ბარაკული ტიპის საცხოვრებელში 2 ოთახში ცხოვრობს. კედლები ნესტიანია, წვიმაში ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ქვისაა და ისიც შელახული. სამზარეულოსა და ერთ საძინებელში დარეჯანი დედასთან, ბებიასთან და დებთან ერთად ცხოვრობს. ბებია მეორე ჯგუფის ინვალიდია, დიაბეტით დაავადებული. იგი სახელმწიფოსგან შემწეობას 70 ლარს იღებს. ბებია შვილებსა და შვილიშვილებს გადასახადების დაფარვაში პენსიით ეხმარება. უკვე მეოთხე წელია, რაც ოჯახი ქალაქ ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას ელოდება. დანაპირები კი ყველას, ვინც ამ დასახლებაში ცხოვრობს, კარგად ახსოვს ბათუმი ბარაკების გარეშე. მემორანდუმი გავაფორმეთ 2008 წელს ქალაქის მერიასთან. რობერტ ჩხაიძემ მოგვიდაგვირიგა ეს მემორანდუმი. დაგვირდა რომ მოგვცემდნენ 50 კვადრატულის ფარცის მიწებს მას ბინებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანდა, ნახოთ რა იქნება. ეს პირობა როდის უნდა შესრულებულიყო? პირობა როდის უნდა შესრულებულიყო და არჩევნების შემდეგ აუცილებლად მაინც. მეტი არ დააგვიანდებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცი როგორ იქნება საქმე, მაგრამ მე არავინ არც მოსულა და არც არავის შეუხსენებია ჩვენი მემორანდუმი. ამ ოჯახის იდენტურია ბათუმში თამარის დასახლებასა და ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები 200-ზე მეტი ოჯახის ისტორია. ჟურნალისტების გამოჩენაზე ბარაკში მცხოვრებლები ერთსა და იმავეს კითხულობენ, რა დაგაბარათ მთავრობამ, გვაძლევენ ბინებს თუ არა. მემორანდუმი ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ 2008 წელს არჩევნების წინ თამარის დასახლებასა და ლერმონტოვის ქუჩის 108 ნომერში მცხოვრებ 185 ადამიანთან გააფორმა. ქალაქის მერი წინასაარჩევნოდ ბათუმელებს ბარაკების ნაცვლად ბინებს ახალ აშენებულ კორპუსებში დაჰპირდა. ბათუმი ბარაკების გარეშე. ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2008 წელს დაიწყო. პროექტის თანახმად ბათუმში ამ დროისთვის ბარაკული ტიპის დასახლება უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა მერიამ დანაპირები ვერ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დასახლებაში მრავალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ბარაკებში მცხოვრები ადამიანები ისევ ბინების მოლოდინში რჩებიან. მარშალოვი იყო ჩემი ფარეს უცოცხლეში. ორფერი დაგვირდა, მაგრამ ვარ საქართველოსელი ვარ. რა დაგვირდათ? ბინაგაცო ბინა დაგვირდა, შუა ხანა და გადმოსული ვარ ჩვენ. ხოდა ქალბატონი რუსუდანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დანაპირებს იხსენებს. მერისგან განსხვავებით ვარშალომიძის მემორანდუმი ან სხვა სახის დოკუმენტი მოსახლეობასთან არ გაუფორმებია. ეს ქალბატონი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სახელმწიფოსგან შეთავაზებული ფართის სიმცირის გამო ქალაქ ბათუმის მერთან მემორანდუმის გაფორმებას არ დათანხმდა. მარტოხელა ქალი დღემდე სახელმწიფოს დახმარების იმედით ცოცხლობს. ოთახში ბნელა, ნესტიანია კედლები და მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემები. ფართი არ გვაყოფილებდა ბევრი ვართ. და ახლა ვთხოვილო რემონტ რაში ვართ, რაში ვართ, აგირემონტონ და გაგვიკეთონ. მემორანდუმზე რატომ თქვი თუ არის? ფართი არ ყოფნიდა პატარა იყო. ქალაქ ბათუმის საკრებულომ საბინაო ფონდის შექმნისა და განკარგვის გადაწყვეტილება 2005 წლის 21 იანვარს მიიღო. გადაწყდა, რომ თვითმმართველობის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე აშენებული ფართის 15, 10 და 5% საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ქონებას კი ბათუმის მერია განკარგავს. საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ. ქალაქ ბათუმში საბინაო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ. საცხოვრებელი სადგომების გაცემის წესები. მუხლი 9. საცხოვრებელი სადგომების მიღებას ექვემდებარებიან მძიმე საბინაო პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ ქალაქ ბათუმში რეგისტრაციის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 18 წელია ხორავების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 2008 წლის არჩევნების შემდეგ ლია ხორავა მერის რობერტ ჩხაიძის წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას ელოდება. ამ ოჯახს იმ მემორანდუმის იმედი აქვს, რომელსაც ხელს ქალაქის პირველი პირი აწერს. ცხოვრობ ამ ერთ ოთახში 1994 წლიდან. 2008 წელს ბათუმის მერმა მოგვიტანა დაგვირიგა მემორანდუმი. დაგვირდა 50 კვადრატული მეტრი. 2008 წელში გააფორმა მემორანდუმი 50 კვადრატულს ბინას მოგცემთო. და მას მერე კი ვართ აქა და კაცა არ მოუკითხავს
ბინას მოგცემთ ან აიმეს და მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული. სახელმწიფომ გითხრა რომ დაგაკმაყოფილებთო აი თანდათანო რა. როგორც ასეთი ყველას ერთნაირად ერთდროულად ვერ ავიღებთო. დაგმაყოფილებაზე პრობლემა არ არისო, როგორც თუ კორპუსებს ავაშენებთო, იმ წავსვე დაგაკმაყოფილებთო. არჩევნებმა ჩაიარა. ბათუმის საკრებულოს 2005 წლის გადაწყვეტილებით 2008-2011 წლებში ბათუმის მერიამ საბინაო ფონდის სახით 63 ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო. მიღებული ფართი კი ქალაქის მთავრობამ ასე გაანაწილა. 5451.95 მიასედი კვადრატული მეტრი ფართობიდან საგარანტიო წერილის მქონე 13 ოჯახი დაკმაყოფილდა. ექსპროპრიაციის დროს 27 ბინა გაიცა. სასამართლო გადაწყვეტილების გამო საბინაო ფონდს კიდევ 2 ბინა დააკლდა. აჭარის მთავრობას კი მერიამ 17 ბინა აჩუქა. ბარაკებში მცხოვრებლებისთვის 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ბინა გაიცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ქარცივაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ ჰქონდა უფლება საბინაო ფონდი ექსპროპრიაციის დროს გამოეყენებინა ან აჭარის მთავრობისთვის ეჩუქებინა. საბინაო ფონდის განკარგვის წესდებაში წერია, რომ უპირატესობა ენიჭება განსაკუთრებით მძიმე საბინაო პირობებში მცხოვრებ ოჯახებს. ანუ იურისტის შეფასებით პირველ რიგში ის ოჯახები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით იკვეთება, რომ ქალაქ ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ჩარეცხული საცხოვრებელი ფართები ქალაქ ბათუმის მერიას გადაცემული აქვს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის, ანუ ქონება ჩაირიცხა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს თუ როგორ უნდა განიკარგოს ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდი, იქ უპირატესობა, ანუ ერთ-ერთი იმპერატიული მოთხოვნა აღნიშნული წესის, რომ ბინები უნდა გადაეცეთ მძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც ბათუმში ცხოვრების 5 წლიანი რეგისტრაცია აქვთ. თვითმმართველ ქალაქის ბათუმის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ შეასრულა საწარმოებრივი ორგანოსმენი მიღებული გადაწყვეტილება. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმის მერიამ საბინაო ფონდი არამიზნობრივად განკარგა. საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე გადაცემის ან არ გადაცემის საკითხს წყვეტს ქალაქ ბათუმის მთავრობა. მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე ამხილ ფაქტები არ გაიცემოდა. ანუ საბინაო კომისიის დასკვნის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ბათუმის მთავრობის ასოციაციების საკითხი უნდა დაისვას. შესაბამისმა პირებმა. თუ როგორი კარგება მათ საკუთრებაში არსებული ფაქტები, რომელიც გაგუქმნილია უსახკარო მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში. მისეს რატომ გააჩუქა ბათუმის მერიამ ბინები მაშინ, როცა საგარანტიო წერილის მქონე 11 ადამიანი და 191 ბარაკებში მცხოვრები ოჯახი ბინების გადაცემის მოლოდინში იყო, რობერტ ჩხაიძე ასე ხსნის. ერთ პოლიტიკას ვახორციელებთ, როცა საჭიროება არის, აუცილებლად გადავცემთ აჭარის მთავრობას, რათა აჭარაში მდგარი სხვადასხვა პრობლემებიც დაკმაყოფილდეს ამ ფაქტების მეშვეობით. ან ერთადერთ რა პირობით გადასცემს ხოლმე ბათუმის მერი აჭარის მთავრობას საბინაო ფონდს? არის აჭარაში მდგარი პრობლემების გადაჭრა. და კონკრეტულად რომელი? კონკრეტულად სხვადასხვა თემებია და ალბათ ყველა კონკრეტულზე ცალკე მიდგომა და ცალკე ისაუბრება. ანუ ყველა ეს პროექტის ფარგლებში ყველა ფარტი ხმარდება აჭარაში, ქალაქ ბათუმში და ზოგადად აჭარაში ცხოვრებ საბინაო პრობლემების მქონე ოჯახების დაკმაყოფილებას. იმ საქმის თქვა, რომელიც თქვა არის გასაკეთებელი ბათუმის მერის ან უნდა გაეკეთებინა ბათუმის მერიას აკეთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ანუ ეს არის ხელშეწყობა ქალაქისთვის, ესე ვთქვათ, გაკეთებული საქმე და მეტი არაფერი და აი ამ მოტივებით ბათუმის მერია იძლევა ხოლმე აძლევს ხოლმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საცხობელ ბინებს. დემოკრატიის ინსტიტუტის მმართველი იურისტი გენო გელაძე ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება უსამართლოა. როცა მოქალაქეებს კონკრეტულად მუნიციპალიტეტისგან, ამ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მერიისგან ერგებათ რაღაც უფლება და ამ შემთხვევაში უზრავი ქონება საგარანტიო წერილების მემორანდუმების საფუძველზე, ბუნებრივია ჯერ ეს მოქალაქეები უნდა დაკმაყოფილდნენ და შემდგომ უნდა გამოიყენოს მერიამ ქონება სხვა მიზნებისთვის და სხვა მიზნებში იგულისხმება ნებისმიერი სხვა მიზანი, რაც შეიძლება იყოს გარდა ამ მოქალაქეების დაკმაყოფილებისა, თუნდაც ეკონომიკის განსაზღვრება, თუნდაც სხვა მართლა საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის გამოყენება, მაგრამ ეს მაინც არასამართლიანია. რამდენადაც მოქალაქე, რომელსაც ერგება რაღაც უფლება, უნდა კონდეს პრიორიტეტი ამ უფლების მიღებისა, მაშინ როცა ქონება გაუჩნდა მერიას. როგორ გამოიყენა აჭარის მთავრობა მერიისგან აჩუქარებინები. ჩვენ ამის გასარკვევად დოკუმენტებში მითითებული მისამართები გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სახლში ექსპროპრიაციისა და მეწყერსაში ზონებში მოხვედრილი ოჯახები ცხოვრობენ. რამდენიმე ბინა კი საერთოდ დაკეტილია.
ვის ეკუთვნის რეალურად დაკეტილი ბინები. შემთხვევითობის პრინციპით საჯარო რეესტრში ჩვენ 2 მისამართი გადავამოწმეთ. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ პუშკინის ქუჩა ნომერ 34-ში მდებარე კორპუსის ნომერი 17 და 48 ბინებს მესაკუთრე არ ყავს. დოკუმენტს ხელს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ირაკლი არჩაია აწერს. რატომ აქვს ჩაკეტილი ბინები აჭარის მთავრობას, როცა ბარაკებში მცხოვრები ოჯახები ბინებს ელოდებიან, ვარშალომიძის უწყება ამ შეკითხვას არ პასუხობს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ საბინაო ფონდიდან ბინები აჭარის მთავრობას ძირითადად საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გადაეცა. მისი თქმით 2006 წელს თვითმმართველობამ კანონის შეცვალა და საბინაო ფონდის განკარგვის შესახებ 2005 წლის განკარგულებამ ძალა დაკარგა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საგარანტიო წერილის მქონე ადამიანები აქამდე იმიტომ ვერ დაკმაყოფილდნენ, რომ მათი პოვნა მერიამ ვერ მოახერხა. ის რომ აჭარის მთავრობას ბინები ჩაკეტილი აქვს, კირთაძეს არ ჯერა. რატომ აქვს ჩაკეტილი მე არ ვიცი, ალბათ მეც უნდა გადავამოწმე და იმის შემდეგ უნდა გიპასუხოთ, მე ის ბინები, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელზეც თქვენ მეკითხებით, აჭარის მთავრობას გადაეცემა ხოლმე პირობით და ის პირობა უნებრივია ამ შემთხვევაში ნიშნავს ქალაქისთვის მის გამოყენებას. და იქნებ სხვა ბინაში იყავით, აუტომატია მისული აჭარის მთავრობა. რა მისამართებიც მომეწოდა ბათუმის მერიამ, რომ გადასცა აჭარის მთავრობას. ჩვენ ზუსტად ეს მისამართები გადავამოწმეთ საჯარო რეესტრში და ადგილზე მისვით. ალბათ მე ვფიქრობ ძალიან მარტივად მიიღებთ ამაზე პასუხს ეკონომიკის სამინისტროში, იმიტომ რომ არ შეიძლება ბინა არავის საკუთრებაში არ იყოს, ვიღაც საკუთრებაში ის უნდა იყოს. ბათუმის საკრებულოს წევრისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა აშენებდეს მთავრობა ხალხის ფულით, მაგალითად რესტორანს. ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ ბათუმში დედაენის კოშკის აშენებისთვის 120 მილიონი ლარის დახარჯვას ჯობდა ხელისუფლებას საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინა. აი ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. ბათუმის, ასე ვთქვათ, პიჩევიკების ტერიტორიაზე აშენდა, უკვე თითქმის დამთავრებულია დედაენის, ასე ვთქვათ, კოშკი, რომელიც ჩვენს ბიუჯეტს დაუჭდა 120 მილიონი ლარი. რატომ უნდა ააშენოს რესტორანი ბიუჯეტის ხარჯით, ვთქვათ, მთავრობამ? აი მე ამას ვერ ხვდები. რატომ უნდა ააშენდეს რესტორანი მბრუნავი იყოს და თუნდაც მფრინავი რესტორანი, რომლის საფასურად შეიძლებოდა უამრავ 10,000-ობით ადამიანს მიეღო ნორმალური ცხოვრების პირობები. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ადამიანების ბედს ერთი ადამიანი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყვეტს. ჩავლეიშვილის აზრით ბულვარი არა თვითმმართველობის, არამედ სააკაშვილის ინიციატივით გაფართოვდა. ექსპროპრიაციის საჭიროებაც სწორედ პრეზიდენტის გეგმის ნაწილი იყო, რასაც ბარაკებში მცხოვრები ადამიანების ინტერესი შეეწირა. ყველანაირ გადაწყვეტილებებს, რაც ხდება ბათუმში, ღებულობს საქართველოს პრეზიდენტი. თვითმმართველობას არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს არის, ასე ვთქვათ, ნოტარიული ფირმა, დავარქოთ ყველაფერს მის სახელით, სადაც შემოდის აი ეს დოკუმენტი, შემოდის და ერთი ხელის აწევით უმრავლესობის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით წყდება. პარკი უნდა გავაკეთოთ მომავალ სეზონამდე უსიკვდილოდ, იმიტომ რომ ან ბათუმში ჩამოვიდა მანქანა და ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ან უნდა იყოს სხვა რაღაც საშუალებები სატრანსპორტო ჯერ არა ვახარაც სხვა მუნიციპალური ტრანსპორტი. ან იქ უნდა იყოს პარკი, რომ იქ პირდაპირ ბავშვი გამოაგონოს და იქ დაასეირნოს. ეს პირველი პარკი დაუყოლებლი კვარიატში გაგრძელებაზე, და კვარიატში კონკრეტ ჩამოდის უამრავი ხალხი და მათ ნახოთ წასვლები ეს არის. ძალიან კარგია რომ ხმაურიანი ხამის დისკოტეკები გავაჩერეთ, რომ ზოგს უნდა დასვენება. ყველა ხმაურიანი კაფე და დისკოტეკა ერთ ადგილზე, მაგრამ თავარი რასაც შევაშენებთ, ეს ექნება ევროპის ყველაზე გრძელი ბულვარი და ისეთი კი არა, ის საშუალო ვიწრო რაღაც ეს მართლა ძალიან დიდი ბულვარი, ყველაზე ფართო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე გრძელი ბულვარი ევროპაში. ქალაქ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე ირწმუნება, რომ პროექტი ბათუმი ბარაკების გარეშე გრძელდება. მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში ბარაკებიდან კორპუსებში საცხოვრებლად ბევრი ოჯახი უკვე გადავიდა. თუმცა რეალურად რამდენ ოჯახს შეუსრულა პირობა მერიამ, ზუსტ ციფრს ქალაქის პირველი პირი ვერ ასახელებს. რობერტ ჩხაიძე ირწმუნება, რომ მერიას საბინაო ფონდი აქვს. მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე კი განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის. ქალაქის მერიას ამ ეტაპზე საბინაო ფონდი არ გააჩნია. მახარაძის ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტითაც დასტურდება. ეს პროგრამა გრძელდება, ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა საკმაოდ ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება. რამდენი ოჯახის? ზუსტად ციფრი შეიძლება ვიყოთ, მაგრამ სხვადასხვა უბნებში, იქ სადაც სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება, ჩვენ ოჯახებს ვაძლევთ ალტერნატიულ კეთილმოწყობილ ფართებს და ფართებით საკმაოდ გვაქვს. საბინაო ფონდი ნებისმიერ შემთხვევაში არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინები. დღეისათვის ბათუმის მერიას არ აქვს რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინები, მაგრამ 2012 წლისთვის რამოდენიმე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ამ ბინებს მიიღებს. დოკუმენტითაც ირკვევა, რომ მერმა დანაპირებით ჯერ მხოლოდ 4 ოჯახს შეუსრულა.
ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები 86 ოჯახისთვის ბინების გადაცემა ცენტრპოინტ აჭარას მშენებარე კორპუსში იგეგმება. თუმცა როდის დაასრულებს მშენებლობას ცენტრპოინტი ჯერჯერობით უცნობია. კომპანიამ მშენებლობის ვადები უკვე დაარღვია. ფაქტობრივად ალტერნატიული ფართიც გამოუჩნდა მერიას, ეს არის სელიმ ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ცენტრპოინტი რო აშენებს საცხოვრებელ სახლს. ნუ ასე თუ ისე საცხოვრებელ სახლი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ იმ ხალხს, რომლებზეც საცხოვრებელის გადაცემა დაპირებული აქვს 266 ბ-კვარტალში ცხოვრების გამო, ანუ ეს ლერმონტოვის ჩასახლებას, მერის მიერ დაგეგმილია, რომ ბინების მიცემა მოხდეს მასიურად ამ ცენტრპოინტის მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლში. კითხვაზე, როდის დასრულდება პროექტი ბათუმი ბარაკების გარეშე, ქალაქის მერი კონკრეტულ წელს და თარიღს ვერ ასახელებს. ზოგადი პასუხი აქვს მერიის ადმინისტრაციის უფროს გელა მახანაძესაც. როდის მიიღებენ ეს ადამიანები დაახლოებით ამ ფათაპირებს? უახლოეს პერიოდში. წლის ბოლოს ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ დაკავშირებული არის შენობების დასრულებასთან და როცა მშენებლობები დამთავრდება, ამას ერთად დავინახოთ, ამას დაჭირდება ალბათ 1 წელი, 2 წელი. ამ პერიოდში ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება პირობისამებრ შეპირებული ფაქტებით. დღეს ახლა როცა მეტნაკლებად სტაბილურია მშენებლობაც, ისიც, ახლა ცოტა რთულია ამის თქმა, როდის აღარ იქნება ბათუმში ბარაკები ახლა. ოდესღაც რო არ იქნება, გჯერავს ამის. დროში გაწელილი პროცესი. ასე აფასებს მემორანდუმ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა ჯალახონია. მერის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში არ წერია კონკრეტულად როდის უნდა შეასრულოს პირობა მერიამ. ეს აკნინებს მემორანდუმს, ამბობს იურისტი. რა თქმა უნდა, თვითონ ბინათ მშენებლობა და საბინაო ფონდების შექმნა საკმაოდ შრომატევადი და გარკვეულ დროში გაწელილი პროცესია. ის მომენტი, რომ ურთიერთჩათახმების მემორანდუმში არ არის კონკრეტული ვადა მითითებული, კანონდარღვა ნამდვილად არ არის, თუმცა ის აკნინებს თვითონ მემორანდუმის შინაარს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემორანდუმის დადებიდან არაერთ, არაორ, არამედ შეიძლება 5-6 წელიწადსაც ეს პროცესი გაიწელოს. და ეს ნაწილობრივ ჭრილს აყენებს იმ ინტერესს, რაც ზოგადად მერიას ჰქონდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს 2008 წლის 25 თებერვალია, 25 არხის არქივი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა ბარაკებში მცხოვრებ ოჯახს ახალაშენებულ ბინაში გადასვლა მიულოცეს. ქალაქის მერი და ლევან ვარშალომიძე საბინაო ფონდის განკარგვაზე და აღებული ვალდებულების შესრულებაზე საუბრობენ. 30,000 კვადრატული მეტრი საბინაო ფონდი. ეს არის პირველი ერთხელი, რომელიც ითქვია, ყველა აშენებულ ბინაში გარკვეული მიწის ფართით შევა ჩვენ მთავრობას. გათვალისწინებული არა მარტო ბარაკულ ტიპის ოჯახებზე გათვალისწინებული, მე მინდა კიდევ ხაზი გავსვა, ეს პროგრამა ითვალისწინებს მეწყერსაშის ზონაში, ვინც არის მოხვედრილი იმ ოჯახების ჩამოყვანას და განსახლებას, ასე რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს გაცხრა. 18 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ ამ დღეს. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დავიწყეთ პროექტი, რომლითაც იქნებოდა საბინაო ფონდი ქალაქში. ჩვენ დღესდღეობით ბათუმის გააჩნია 30,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საბინაო ფონდი, რომლითაც ჩვენ სრულად ავაკმაყოფილებთ იმ ვალდებულებას, რომლებიც წლების წინ იყო აღებული. იმ 191 ოჯახისგან განსხვავებით, რომელიც უკვე მეოთხე წელია მერის დანაპირების შესრულებას ელოდება, გაუმართლა ნათელა ქამაშიძეს. ქამაშიძეები იმ 4 ოჯახის სიაში მოხვდნენ, რომელიც მერიამ საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილა. ქალაქის მერმა დაგვპირდა 2008 წელს მოვაწერეთ ხელი და შეგვისრულეს ნამდვილად ეს პირობა 2011 წელს 16 იანვარს. მივიღე გასაღები და კი ჩამაბარეს ბინა. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მერიისთვის და ყველაფრისთვის. ქალაქის მერის წინასაარჩევნო დაპირება, რომ 2010 წლის ბოლოს ბათუმში ბარაკები აღარ იქნებოდა, ჯერ არ შესრულებულა. 26 თებერვალი 2008 წელი. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე ვკითხულობთ. პროექტის მიხედვით 2 წელიწადში ბათუმში ბარაკის ტიპის არც ერთი სახლი აღარ იქნება და ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართობით მერიის საბინაო ფონდიდან დაკმაყოფილდება. აჭარის ტელევიზიაში ჩვენ წერილობით მივმართეთ და 2008 წლის იმ ვიდეო ჩანაწერის მოწოდება ვთხოვეთ, რომელიც ეთერში გავიდა. თუმცა სამთავრობო ტელევიზიამ ეს მასალა არ მოგვაწოდა. ოფიციალურ დოკუმენტში კი მერაბ კარანაძე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე წერს. აღნიშნულთან დაკავშირებით განვარტავთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება მხოლოდ ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას, ხოლო ზემოთ ხსენებული სიუჟეტი არ განეკუთვნება ამ სახის კატეგორიას და შესაბამისად ისინი, როგორც საჯარო ინფორმაცია ტელერადიო დეპარტამენტში არ ინახება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ოფიციალურ წერილს სამართლებრივად აფასებს. აჭარის ტელევიზია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკონსულტო დაწესებულება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ის არის საჯარო დაწესებულება და მათთან დაცული ნებისმიერი ინფორმაცია თუ არ შეეხება პირად პროფესიონალ კომერციულ საიდუმლოებას, ის არის საჯარო. თქვენ შემთხვევაში თქვენს ვერ მოთხოვილი ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია, რომელიც ინახება საჯარო დაწესებულებაში და ვალდებულია მან გასცეს ეს ინფორმაცია. მათ დიდი სამართლებრივი ჭიდილი არ ჭირდება. როდის შესრულდება პირობა და რას ნიშნავს, როცა ქალაქის პირველი პირი დანაპირებს ვერ ასრულებს. ამ კითხვებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე ასე პასუხობს. მერის დაპირებას ახლა მეჯი ნამდვილად კი არ შემაქვს, მაგრამ საერთოდ არ იქნებაო, ახლა ცოტა ისეთ თემა, როგორ არ სულ აღარც ერთი რაგი აღარ იქნება, ხო? იბადან. მაშინ ეს მარტო ჩვენი მიდან გამომდინარე, რა ქვია, საბინაო ფონდის დათვლით ამ განაცხადის გაკეთება ახლა მე მჯერავს არ მოხდებოდა, იმიტომ რომ ახლა მაშინ მშენებლობის ტემპით ისეთნაირად მიდიოდა, რომ ფაქტიურად ყველგან იყო აქტიურად იყო ყველა დაინტერესებული მშენებლობაზე. გარკვეული განაცხადის საფუძვლები ესეც იყო. გარკვეული განაცხადის საფუძველი ისიც იყო, რომ გარკვეული საბინაო ფონდი და საკმაოდ დიდი საბინაო ფონდი ბათუმის მერიასაც გვეკუთვნოდა და მით უმეტეს იმ დროს საკმაოდ იზრდებოდა ეს ფონდი. მომავალ წელს ისევ არჩევნებია. მთავრობამ ჯერ განვლილი არჩევნების დანაპირები ვერ შეასრულა. ამ ეტაპზე ქალაქის მერია სხვადასხვა სამშენებლო კომპანიიდან წილის სახით 38525.82 მეასეთ კვადრატულ მეტრ ფართს ელოდება. ბარაკებში ცხოვრება გრძელდება. მერის მიერ მთავრობისთვის ნაჩუქარი ბინების კარი კი ჩარასულია.